Поздравляю вас с 80-й годовщиной победы в Великой Отечественной войне. ფრონტიდან პირდაპირ ზეიმზე რუს ჯარისკაცებს რთული მისია ერგოთ. ნაციზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილე წითელ მოედანზე უნდა აღნიშნონ, ვიდრე გამოგონილ ნაციზმთან ბრძოლას ფრონტის ხაზზე მიუბრუნდებიან. თავარსარდალმა ასე ინება. მოსკოვი დღეს ყურადღების ცენტრშია. ვლადიმერ პუტინს კი ამდენი სტუმარი დიდი ხანია აღარ ჰყოლია. ძალის დემონსტრირება 9 მაისის უცვლელ ტრადიციად რჩება. სამხედრო იქნება ეს თუ პოლიტიკური. Наши отцы, деды и прадеды спасли Отечество. ჩვენმა მამებმა, ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა იხსნეს მამული და გვიანდელზეს ერთად დგომა. სამშობლოსა და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა, ისე როგორც ჩვენი ათასწლოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციული ღირებულებებისა. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია და რაც წმინდაა. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასოდეს დავეთანხმებით მის დამახინჯებას. იმის მცდელობას, რომ გაამართლონ ჯალათები და ცილი დასწამონ ჭეშმარიტ გამარჯვებულებს. ჩვენი ვალია დავიცვათ წითელი არმიის მებრძოლების ღირსება, უდიდესი გმირობა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ჩაიდინეს. მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან რუს სამხედროებად. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება დაუმარცხებელი დაბრკოლება ნაციზმისთვის, რუსოფობიისთვის და ანტისემიტიზმისთვის. იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამ გამანადგურებელ იდეებს ემსახურება. Სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. Правда и справедливость на нашей стороне. Училище награждено орденом почета. საერთო ენის გამონახვა მართალია თარჯიმნით უწევთ, თუმცა პოლიტიკურად ერთმანეთის ენა კარგად ესმით. სწორედ ამიტომაა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს პატივი დასდო და 9 მაისის ღონისძიებაზე მისი საპატიო სტუმარი გახდა. სამხედრო აღლუმის ყურებისას ერთმანეთის მთავარი მოსაუბრეებიც თავადვე იყვნენ. დღეს საერთაშორისო ტრენდებისა და ძლიერი ბულინგის პირისპირ ჩინეთი რუსეთის გვერდით იდგება საერთო პასუხისმგებლობის ადარაჯოზე. აუცილებელია თაობიდან თაობამდე მეგობრობის შენარჩუნება და ნამდვილ მეგობრებად, ფოლადივით გამოწრთობილ მეგობრებად ყოფნა. სი ძინპინს რუსეთში ჩასვლით ბევრი არაფერი გაურისკავს. განსხვავებით მისი სერბი კოლეგისგან ალექსანდრ ვუჩიჩმა მოსკოვამდე გრძელი გზებით იარა და ევროკავშირში ქვეყნის წევრობაც კი დააყენა ეჭქვეშ. ეს იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ დადებული პირობა არ გაეტეხა. Вы знаете, я дал слово президенту Путину. იცით, მე პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და შევასრულე ის, რაც ვთქვი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. Я думаю, что это очень важно. იგივე განსაცდელი ერგო სლოვაკ პრემიერსაც. ვუჩიჩის მსგავსად რობერტ ფიცოც მოსკოვამდე არატრადიციული მარშრუტით ჩავიდა. მას ბალტიის ქვეყნებმა საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი უთხრა, ამიტომ მოსკოვში ჩასვლა შავი ზღვის გავლით მოუხდა. აღლუმზე ჩასული ეს ორი ევროპელი ლიდერი პრორუსულ განწყობებს არ მალავენ, რის გამოც კონტინენტზე ბევრი აკრიტიკებს. საბჭოთა არმიის დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს კრემლის ტრადიციულმა მეგობრებმა ბელარუსიდან და შუა აზიიდან, ასევე ამ სივრცისთვის უცხო სახეებმა ამერიკის კონტინენტიდან. ვენესუელა, ბრაზილია, კუბა. მოსკოვში ლიდერებით იყვნენ წარმოდგენილები. ეგვიპტე, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის ლიდერები ბრიქსიდან. გეორგიევსკის ბაფთებით დღეს ყველა პუტინის გვერდში იდგა და პუტინმაც ყველასათვის მოიცალა. ნაკლები ენთუზიაზმით, თუმცა მოსკოვში იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. დღეს და ხვალ სტუმრებს პუტინი სათითაოდ შეხვდება. კრემლში გამართულ საზეიმო სამხედრო აღლუმს 13,000-მდე ჯარისკაცი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის მოკავშირე ქვეყნებიდან. რუსეთის შეერაღებული ძალებიდან სამხედროების ნაწილი კი უკვე ხვალიდან ფრონტის ხაზს მიუბრუნდებიან. პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას ვადა სწორედ 10 მაისს გასდის. უკრაინამ და ვაშინგტონმა კრემლი ერთთვიან ზავზე ჯერ ისევ ვერ დაითანხმეს.